გამარჯობა, მეგობრებო. არ ვიცი რატო ვარ ესეთი ისტერიული, მაგრამ დიახ, დღეს სამშაბათია, 8 საათია და რა ბაზარია. ბაზრის ლაივ სტრიმი უკვე ლაივშია, სტრიმშია, ლაივ შოუა. რაც გინდათ ის დაარქვით, მეგობრებო, მთავარი სახელი უკვე აქვს ამ გადაცემას და ამ გადაცემას ქვია რა ბაზარია. როგორ ხართ? რა შვებით? როგორ არის თქვენი საქმეები? სახში როგორ არიან თქვენები? ყველა მომიგითხეთ საერთოდ. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ან ცოტა რო ვილაპარაკო, მოკლედ აქ იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკო, სტუმარიც ესეთი მყავს, რომელიც ძალიან ბევრს ვილაპარაკებს. თუმცა, სანამ სტუმარზე გადავალთ, ისევ სტანდარტულად გეტყვით, რომ ბაზარში შეგიძლიათ მობრძანდეთ, ვეკუა 3A-ში, დაბრძანდეთ აგერ ამფითეატრში, მადლობა თქვენ რომ მოხვედით აქ. ასევე შეგიძლიათ ზემოთაც დაბრძანდეთ, მიირთვათ, ეს თუ არა კარგად გქონია, კიდე კაი გავიხედე ეკრანზე. შეგიძლიათ მიირთვათ, დალიოთ, მოიწყინოთ, იმხიარულოთ, მოკლედ, ყველაფერი გააკეთოთ ნორმის ფარგლებში. ან არ გააკეთოთ. მოკლედ, დღეს მყავს იცით როგორი სტუმარი? თან მინდოდა რომ ლამაზი ყოფილიყო. თან მინდოდა რომ ექსტრავაგანტული ყოფილიყო. ექსტრავაგანტული კი არა, ექსტრავაგანტული. თან მინდოდა რომ განსაკუთრებული ყოფილიყო, თან მინდოდა რომ ვარსკვლავით ყოფილიყო. თან მინდოდა რომ აი იცით როგორი ტიპი ყოფილიყო. ჩემი მეგობარიც რო უნდა ყოფილიყო, ეგ 10%-იანი არა, 100%-იანია. თან მინდოდა ისეთი ყოფილიყო, აი ხშირად რო ლანძღავენ სოციქსერებში. რა არის ეს შეშველი რატო ხარ ზღვაზე? ქართველი კაცი არ ხარ, რატომ არ გაცვია პიჯაკი ზღვაზე, აი დაახლოებით და შარბალი, აი დაახლოებით ესე რომ ლანძღავენ, მაგრამ თან ძალიან უყვართ. მოკლედ მრავალ კრიტიკაზე და მრავალ ქებაზე გადამხდარი და აქამდე მოსული, ჩემამდე მოსული გიორგი თორაძე, მსახიობი და მუსიკოსია, ჩემი სტუმარი. გამარჯობა გიორგი. იქ ჩვენმა მეგობრებმა ჩაიარეთ, გაიხედე. ჩვენც გვიყვარხართ. თქვენც მოხვალთ აქ ოდესღაც. გიორგი. თუ დაიმსახურებენ. გისმენ რუსკა. დღეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერს. როგორ მინდოდა ეგრე დამეწონა არ გამიგე. ძალიან დაძაბული რომ ვაცადე. ძალიან მინდოდა რომ აი დღეს ვისაუბრებთ. ვისაუბროთ, ჩემო კარგო ვისაუბროთ. მე მინდა გავიგო, ვინ არის გიორგი თორაძე. მანამ შენ დაიწყებ და მეტყვი ვინ არის გიორგი თორაძე მითხარი აი როგორი წარდგენა იყო. ყოველთვის ვეკითხები ჩემს სტუმრებს როგორი წარდგენაა ხოლმე გაინტერესებს. იცი რა წარდგენა ძალიან მომეწონა. ხო. ალბათ იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას ჩაუღრმავდებით, ჩემო კარგო თქვენ ძალიან ჩავშალოთ გიო, მე მინდა რომ ჩავშალოთ. ჩემო კარგო თქვენ ძალიან ფილოსოფიურად განავრცეთ. იქ იყო პატარა ის სიწყბენაც, იქ იყო პატარა κρიტიკაც, იქ იყო პატარა წახალისებაც და რა თქმა უნდა ის შეფასებაც რომ მე თქვენი მეგობარი ვარ, ჩემო კარგო რაც ჩემთვის, პირადად ჩემთვის. კი. ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს, ამიტომაც იმყოფები და აი მოვეშვათ ამ ჯოჯოხებს. შეიძლება გამოვხდო. შეიძლება გული გაგვისკდეს. გაუშვე. იცი რა მითხარი, ეს რა არის? ეს ჰალსტუხი. ეს არის ჰალსტუხი. რაღაც კოლექციაში ვნახე. ან გუჩის, ან სკაპარელი. დიახ, მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცა ბრენდის სახალების ლაპარაკი და ასე შემდეგ და ამით ტრაშონი შესაბამისად უბრალოდ დაიწყო. მოდი ეს ისე დავტოვოთ, მადლობა. ტრაშონი? დიახ, აი ბრენდის ტრაშონი. ანუ შენ უბრალოდ არ შეგეძლო რომ დღეს მოსლიყავი უბრალოდ როგორც გიორგი თორაძე, უბრალოდ მაინც მოხვედი რაღაცნაირად ექსტრავაგანტული და ეპატაჟური. ანუ ძალიან, უბრალოდ ძალიან მოვიდა მე, იმიტომ რომ რავი, მაინც გადაცემაა და ცოტა არა, მომწონს რა გინდა? რატომ აკრიტიკებს სულ ყველა? რატომ აკრიტიკებს სულ ყველა? იცი რატომ მოგიწვია დღეს? არ არის პრობლემა. იცი რატომ მოგიწვია დღეს? არ გაინტერესებს? არ გესმის შემო. იცი რატომ მოგიწვია დღეს? დღეს იმიტომ მოგიწვია რომ სხვა ყველა შესაძლო სტუმარი არ ჩამოსულა თბილისში. ხო. ვიცი მივხვდი. მაშლაგერა მიყარხარ და იმიტომ კაცო. ეგ არის მეგობრული რაღაც ამბავი. მედაკისხა. ვიცი რომ არავინ არ მოდის შენთან და ამიტომ მეთქი აი ჯანდავს. ძალიან მიხვერწებით და არა. ესე არის. არა, რომ მიყვარხარ და ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შენი მეგობრები რას დაკავებს შენ გადაცემაში. რა გვაპიარებ, რამე პრობლემაა. ვერ გავიგე, ჩემი მეგობრები რომ პოპულარულები და ექსტრავაგანტულები და ნიჭიერები რო არიან, რა ჩემი ბრალია. კი, სნობი ვარ, ყავს ნიჭიერი მეგობრები. მერე. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ მართლა რა. დავიწყოთ. აბა როგორ ხარ? პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ ხარ? რა შვები? როგორ არის შენი საქმეები? ლაკი ხوار მივასხათ ნაცნავს. ნაცნავს წენასობი აქვს უკვე ჟელე, ჩემო კარგო არ სჭირდება, რაც შეხება. მე ვარ კარგად
შეძლებს დაგვარად კარგად, ესე ვიტყოდი. ხო, რახიც ხდება, ცუდად ვარ რომ მითხარი. ხო, ვიყავი. თუმცა ამ თემაზე თუ არ გინდა ლაპარაკი, არ ვილაპარაკო. არ არის პრობლემა, ყველას გვაქვს რაღაცა ჩავარდნები და რაღაც პერიოდი ჩავარდი, ალბათ ყველასთვის გასაგები მიზეზების და გამო. კიდე კარგად ვართ მეგობრებო, მე თუ მკითხავ. ესე ვფიქრობ, მაგრამ ხო, ეხ კარგად ვარ. ჯანზე ვარ, ყველანაირად და ზაფხული მოდის. მოდის? ხო, ეს არის კითხვა, რომ მოდის. მე რომ ზაფხულიც აღარ მოვიდა. აი შეიძლება რომ ზაფხულიც აღარ მოვიდა. ხო და ნუ აი ვაიდა თქვათ მოვიდა ზაფხული. გეგმებში რა ხდება ანუ კონცერტები, სიმღერები, ცეკვები, შენი ლამაზი მოსაცმელი. ეგ ლამაზი ტრიკოტაჟი. რა ხდება? ხდება, რაღაცები მოხდება. არ მინდა წინასწარ საუბარი, იმიტომ რომ არ მიყვარს კომენტარი, როგორც კი რამეს მიტყვი წინასწარ, მე უბრალოდ საგა იხსნება და ვარდები და მესხმება წყალი. მაცივარიც არ მინდა, მაცივარი მომხოდა ერთხელ თავში მქონა მორტმული, ჩემო კარგო. და ამიტომ თავში შევიკავებ რა და ყველაფერი იქნება 10-იანზე, ზუსტად ვიცი, მალე ზაფხულისთვის და ყველა ერთად ვიზეიმებთ ჩემს კარგ ამბებს. შენს კარგ ამბებს ხო და ყველას კარგ ამბებს იმედი მაქვს რა. ზოგადად ხო, იცი რა, მინდა ვილაპარაკოთ შენ სიმღერაზე და შენ კლიპზე, რომელზეც გიждდები. რატომ გიждდები? ეს ყველაფერი თორჩო მოყავს. ხო, ჩემი ხო ეგეთი პირველი სადებიუტო ნაშრომი იყო. ჩემი არა ვიტყოდი რომ ჩვენი, მათ შორის შენიც ჩემო კარგო და ალბათ ამიტომაც არის რომ გიждდები, იმიტომ რომ უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე იყავი. აუ რა კარგი იყო თან. რაც მე ისე მახარებს რა ეს სიამაყით ვამბობ ხოლმე რომ იცით, ლეკოს უკან ვინც იღებდა, ვინ დადიოდა? ჩემი რუსკა მაყაშვილი. არა, ხალხო, ეს იყო მართლა. ჩემი რუსკა მაყაშვილი. აქ უნდა მოუყვე ყველაფერი რა. იმიტომ რომ აი ხომ მომეცა კიდე საშუალება. ცალკე სტატუსიც ხო დავწერე, რაც არასდროს არ გამოვირჩევი. ეხლაც კიდე ამ რთულ პერიოდებშიც კი არ გამოვირჩევი სტატუსები, მაგრამ ისე გავწერე. რა თქმა უნდა, დავიწყე სპონსორების ძებნა, იმიტომ რომ თორჩო ამ ვარსკვლავ ბიჭუნას უნდა ყავდეს საუთი, უნდა კონდეს თავის ფანტასტიკური კლიპი, უნდა კონდეს თავის სიმღერა და კი ყველაფერი კარგია, მაგრამ დროა გამოიყოს და იყოს ცალკე როგორც ჩამოყალიბებული არტისტი. ამის ჩიჩინი ხო ცალკე ისტერიკაა და როგორც იქნა დადგა ეს დრო და დავიწყე სპონსორების ძებნა და ესე გვითხრეს რომ გიждდებითო თორჩოზე ვაფრენთო ისო ყველანაირ კრიტერიუმებს აკმაყოფილებსო, მაგრამ არაო. ხო და ერთი მაგის და 0 ლარით და 0 თეთრით გადავიღეთ უწყვეტი კადრი კლიპისა კარმა და ვისაც ნანახი გაქვთ და მე ვიცი რომ ბევრს ნანახი გაქვთ არის ტოპ. მოდი დამეთანხმა, იმიტომ კი არა რომ მონაწილეობა მივიღე. მე იმიტომ გეთანხმები რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და არ შემიძლია რომ იმათი გენიალური ნაშრომი არ აღნიშნო რა. ანუ ლეკოს ძალიან დიდი მადლობა, ნაჯოს ძალიან დიდი მადლობა, ანეტოვის ძალიან დიდი მადლობა, შენ დიდი მადლობა, მარინოს. არა, ყველა მიცის ყველაფერი. ეს იყო იმდენად სასიამოვნო პროცესი და იმდენად ყველა ერთად აწყობილები ვიყავით. არც ისე ბევრი ეხა მოდი ეგეთ ვთქვათ რა. მაგრამ ნუ ეს იყო მართლა საოცრება და რაც გამოვიდა კი ნახეთ და ამიტომ არ ჭირდება ხოლმე ყველა რაღაცებს ძალიან დიდი ბიუჯეტები რომ რაღაც ეს იყო შენი ბრალიც და დამსახურებაც. იმიტომ რომ მახსოვს როცა გესაუბრებოდი ამ იდეაზე, შენ მითხარი რომ რა პრობლემაა უბრალოდ მოდი ხოლმე გავაკეთოთ რაღაცა უცებ რაღაცა გადამიწყვეტა შენ ხო ეგ ხარ ზოგადად რა გადამწყვეტველა. ჰოპ და დამილაგა ეგრე რომ ანუ არ არის პრობლემა ხოლმე. იმიტომ რომ საჭიროა და დრო იყო ხდები მე რა დაგილაგე მეგობრები ამისთვის არიან რომ დაულაგონ და მიულოგონ ერთმანეთს. ვარსკვლავობა ანუ პოპულარობა მოგწონს? ირგებ? არ თუ ნერვები გეშლება თუ წუხდები? არ ეგეთი პოპულარული ვარ რომ ეხა ამაზე ვისაუბრობ მე რომ მე ძალე ჩემ ჩემ გადაცემაში პოპულარული ადამიანები მოდიან. იცი რა ვიცი ახლა ძალიან სასიამოვნოა და აი მართლა აი რა პლუსები და რა მინუსები აქვს შენთვის? პლუსები აქვს ბევრი იმ თვალსაზრისით რომ რაღაც მომენტში ხო ხდები რომ შენ თვითონ აწერ ხელს აქვს შენი პროფესია ისედაც იცი რომ ეს იმ თავითვე მოიცავს იმას რომ აუცილებლად იქნები ადამიანი რომელსაც იცნობენ და ეს კარგია მე სიამოვნებს უბრალოდ არსებობს პატარა რაღაც გადაკეთება მაგალითად როცა კლუბში ხარ რა არის როცა კლუბში ხარ ან რესტორანში ან როცა ერთობი როცა კლუბში ხარ აი ხო ცოტა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ვიღაცა რომ მოდის და გეუბნება ანუ მაგ დროსაც ძალიან სიამოვნებს მაგრამ მაგ დროს ხვდები რომ ანუ იმდენად რომ
ყველაზე, მაგრამ იხანდახან უბრალოდ შენ თვითონ როცა გავიწყდება ცოტა ვინ ხარ, აი მაგ მდგომარეობაში რო ერთობი მეგობრებთან ერთად. მეგონი ვინ ხარ, არა? მე არასდროს არ მაქვს. აი მაგ დროს რო გახსენებენ ვინ ხარ, მე მგონია რომ ესა უნდა მოვიქცე და ძალიან წყნარად და ლამაზად გავჩნდე. ყველას იმიტომ მოწოხარ, რომ ესეთი ხარ უბრალოდ ჩვეულებრივი როგორიც ხარ, არა? მართალია. რა გირეკავს ამალაპარაკე. ალო. არც არის ახლა. მადლობა. რამე ნიჭი არსებობს შენში და არ ვიცით. ძალიან ხო, სხვა მაგაზე მიფიქრია და არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები შეგიძლია. ჩემში ფარული და ეს ნიჭები. ყველაფერი ვიცით ჩვენ მეგობრებმა, მაგრამ აი ხალხისთვის ვინც არ იცის, აი რა იცი, ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. ნიჭი. მიფიქრია მაგაზე და მახსოვს რომ მოვიფიქრე ერთხელ, მაგრამ არ მაქვს. არ გახსოვს? რაღაცა ნიჭი მაქვს, რომელიც აი ძალიან დიდი ხანი ხვდები ვიღაცა რომ ახლა ენას მივიდვებ იმაზე რა ქვია, რაღაცებს ხო მუშტი ჩავ. რაღაცებს ხო შვებიან და ძალიან დიდი ხანი ვეძებდი მაგას და მახსოვს რომ ერთხელაც ვიპოვე და არ მახსოვს რა. და გავიწყდა? როგორ გავიხსენოთ ახლა? გავიდან მოსაძებნი. Sorry, ვერ გეტყვი. არ ვიცი რა. კაი, ცუდი თვისება მითხარი, მე კი ვიცი მაგრამ. ჩემი? ხო. შენი ცუდი თვისება. სიმართლე ილაპარაკე. ჩემი ცუდი თვისება თუ გავცხარდი. ხო. ხდები მე დაგვისფერი განწყობით ენაწყლიანობით და აბსოლუტურად ყველაფრით და შეიძლება ისეთივე ცხარეც გავხდე როგორიც თვითონ დოგვია და არა მხოლოდ მისი ფერი. ხალხო გეწე. ხო, აი ეგ ცუდი მაგრამ რა არ მომწონს. რატო არ მოგწონს ვერ გავიგე? ნუ აი რა კაია, ეხა უცებ რა კარგია ხა არ მინდა რა მართლა რუსკა რა და ყავი და კაია. ცუდია. იყვნენ ეგეთები იცი რამდენი არიან? აქ არ მოსულან, იმიტომ რომ მე ეგეთ ესეთი სტუმრები არ მოვლენ ჩემთან დარწმუნებული ვინც ეს შეიძლება წამოგვიყვება. ძალიან ვიკავებ ხოლმე საუბარს. იცი რომ არსებობენ ესეთები? ჩვენი ძალიან ბევრი. ვიცი რომ არსებობ. ანუ უკაცრავად რა ხდება ახლა? ხმაურია? ხმაურობთ თუ რას აკეთებთ? აი, დაახლოებით. არა კიდე ცუდის მეტი არა ბევრი არ მაქვს, მაგრამ მაქვს რაღაც ცუდი თვისებები, რომლებიც მე თვითონაც არ მომწონს, მაგრამ ნუ ხო მაქვს. ყველას გვაქვს, მაგრამ აი სცენა შენთვის ხარი ძალიან ბავშვობიდან ძალიან. მაგრამ ნახე ჩემო კარგო ბოდიში აქ უცებ ჩაგეკითხები, არ უნდა გამაცხარო. ხო და აი უბრალოდ აიღეთ და არ გააცხაროთ. არა? ნამდვილად. არ ხარ გასაცხარებელი ბიჭი. ნამდვილად. მაგრამ შენი გაცხარება ძალიან იშვიათად. ხო, ძალიან, მაგრამ თუ ჩააჭირე. დოგვიწყლია. აი რას აკეთებ მაგ დროს? მაგ დროს რას ვაკეთებ და ვცდილობ რომ ირაკლი ძნელაძეს აი ხა ვითერე ვიქთმით. აი ირაკლი ძნელაძე გიწევთ. ხედავ რა კარგი ადგილია. ხედავ რა ფანტასტიკაა. ხო, ძალიან. თქვი, შუაგულში ბაზრის შუაგულში ვხედავთ და უკვე 4-მა ჩვენმა მეგობარმა ჩაიარა. და ის მომიყევი რა დღეს რო გითხრეს რა ბაზარიაში რომ მოდიოდი, რამდენმა მოგწეს. დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, სხვათა შორის და დამირეკა ასევე და მითხრეს რომ აუ ერთი სული მაგ მაგრამ YouTube-ზე როდის დაიდება ეს ყველაფერი და როდის აი ძალიან ბევრმა მითხრა და ისე გამიხარდა მაგის გამო ცოტა ისე ვარ მოსული რომ აი ცოტა მაგის გამო მთელი ღამე დედამის აწნევინა ნამდვილად ნაწნავი. ნამდვილად. ანადოის წართვი ეს ნაწნავი? კი, ანადოის წავართვი პარიკი ქართული სიტყვა. პორიკი. ხელოვნური პორიკი მოვატანინე გუშინ და წნიდი მთელი ღამე მე და დედა. კაი, ჩემო გიორგი, სცენა ძალიან ორგანული არის ბავშვობიდან შენთვის. კი. მე რა კითხულ უნდა დამესვა დამაყრა. როდის გაიაზრე რომ ეს შენი საქმეა? ეს ჩემი საქმეა, გავიაზრე მაშინ, როცა ვიყავი 12 წლის, სხვა შორის 12 წლის ვიყავი, როდესაც ავიღე. ანაბანაში არ იყავი? ანაბანაში 12 წლის იყავი? ანაბანაში ვიყავი 12 წლის. კი. აი, უფრო პატარა. და მგონი მაგამდე იყო, ზუსტად არ მახსოვს, ან მაგამდე და 11 წლის ვიყავი, ან 12 წლის ვიყავი, მოკლედ როცა ავიღე ჩემი პირველი ჰონორარი, რითაც მივხვდი, რომ ეს უკვე ჩემი საქმეა და არა მარტო ჩემი საქმეა, ჩემი შემოსავლით. კი. 500 ლარი იყო და მაშინ 500 ლარი იყო აი ველაფული მართლა. აუ რავი, 500 ლარი ახალი წელი და ახალ წელს მე 12 საათზე ბავშვი 12 წლის მუშაობდი, მღეროდი და ვცეკვავდი. მღერიან და ცეკვავენ გიორგი თოროძე და მისი მეგობრები თავს. და 500 ლარი აიღე შენი? კი, და ეს იყო ძალიან დიდი ფული და მახსოვს მე მოვკიდე დედაჩემს, მამაჩემს და ჩემ და ხელი, წავედით და უგემრიელესად ვიშოპინგეთ ისე, რომ ფულიც დამრჩა კიდევ. რა დრო იყო? ისე. შემდეგი. ერთი რაღაც ძალიან ნელი ხარ კითხვებში რა. ნელი რატო ვარ კითხვა? იმიტომ რომ რა ვიცი, აი ძალიან დიდი ხანი იწყებ, კაი. კაიღო. კაიღო. გული გამიხედა. ხომ რა. მინდა რომ ანუ ერთი კითხვა მინდოდა, მაგრამ
გადავდივარ მეორე კითხვაზე. ხო, ანუ ის გინდოდა, მოდი მაგრამ გავიხსენოთ ეს ერთი კარგად ლექსი. აჰა, ნახე როგორ ტვინს წაუღებს ახლა მაგას. კაი, მიდი გავიხსენოთ ერთი ლექსი. შემომიტანეთ საბარცხელი. საბარცხელი. ქმის ლაკი. ხიდან ხეზე, აი რა, მე უნდა ეხლა მე და გიორგი გეტყვით ლექსს, რომელიც გიორგი თორაძე ჩემ შვილებს, ჩემ მეგობრის შვილებს ასწავლა სხვაზე, იმის მაგივრად რომ რაღაც ღირებული ესწავლებინა. რატო საერთოდ არ არის ეს უღირსი ლექსი? უფრო ღირებული ასწავლა. რატო არ მაცდი? დავიწყეთ. ხიდან ხეზე კაკუნით. თეთის ჩიტიკო დალა. სადამდეც ჭია იქნება. დინგ დინგ დონ. ლა ლა ლა. კაკაკუკ, კაკაკუკ. შიქ ჩაიხედა. აი კიდევ ერთი. სხვაგანაც იქნება. აქედან მინდა რომ მოვიკითხო ირმა კვარაცხელია, რომელიც არის მართლა ძალიან მიყვარს. ჭკუა მეკეტება. მართლა ძალიან. ზეპირად იცია დღემდე, იცი? და კატომ ლაპარაკი რომ დაიწყო ხიდან ხეზე კაკუნი. დადის ჩიტიკო დალა. ხო, ძალიან საინტერესო ლექსია რა, იმიტომ რომ თვითონ რითმიკა ნახე რომ ავიღოთ, აი დინგ დინგ დონ, ლალა, აი ეს რა არის? ხო, ანუ იქ რაღაცა კონკრეტული რითმი მიდიოდა და რა მოხდა? აირია რითმი. ანუ ეს რა არის? ხო, ეს ჩვენ აგენერირებს ჩვენი ტვინი, ჩემო კარგო და შესაბამისად გადავეწყობით ხოლმე ხანდახან სულ სხვა რითმზე და ეს რა ხდება ბავშვებში რა სიწვევს, რომ ანუ რა ხდება? ისინი ჩართულები არიან თამდევ პროცესში და თან ვითარდებიან. ხო, ეს ხო ეს რატო შევღალეთ ეს ლექსი რუსკა? რაღაც ისეთი გაგიკეთებია ცხოვრებაში, აი მე რო გინდა და რომ აი ეხლა რა მიწა გაიხსნას. ჩამიტანოს და დაიხუროსო. ბევრჯერ. აი რა. ანუ ბევრჯერ. აუ, რაღაცა საშინელებებით ამართნია. აი რა ერთი მოყევი ეხლა რა, აი ერთ მოყევი, მახსოვს რომ მივდიოდი, პატარა ვიყავი მაშინ და რაღაცა ქუჩაში, გზაზე მივდიოდი. ქუჩაში მივდივარ და დავინახე მეორე მხარეს, ტროტუარზე დავინახე ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან მიიპყრო ჩემი ყურადღება და ვუყურება ადამიანს მივდივარ. აი კონტაქტში ცდილობდი შესვლა. აი კონტაქტში და თან ცოტა აი მიყურებს და მეც აქედან რა თქმა უნდა არ ვზოგავ რუსკა, არ ვზოგავ. როგორც აკეთებ გაკეთებ. ჩემო კარგო. არ ვზოგავ და ბოლომდე. ბოლომდე და ამ დროს აი მივდივარ იქ რაღაცა აი კონტაქტი იქ რაღაცა სიგნალს მაძლევს მე აქედან ვაძლევ ის უფრო მაძლევს მეც ვაძლევ და ბუმ ვეჯახები პირდაპირ სტოლბა როგორ არის ქართულად არ ვიცი კომენტარებში დაწერეთ და ბოძი მართალი აი ბოძს როგორ შევასწრიცი რა რა დროს და დავარდი და ისე შემრცხვა რომ ეგ იყო რომ აი მიწა გამსკდომოდა მინდოდა მაგრამ შუბლი გამისკდა პირდაპირ მნიშვნელობით აი ეგეთი რაღაც სისულელები მემართება ხოლმე რა მოდიოდა სიგნალს მაძლევდა მე უთხარი რომ მეც აჰა აქედან იმან ჰაო მე უთხარი და ბუმ იყო და ძალიან ცუდი იყო მართლა ჰაი შეცდომების აღიარება თუ შეგიძლია და ბოდიშის მოხდა თუ შეგიძლია. მე კი ვიცი, მაგრამ აღიარება შემიძლია, შეცდომების აღიარება ხანდახან მიყვარს. იმიტომ რომ გონია რომ მიყვარს რას ნიშნავს? მიყვარს ნიშნავს იმას, რომ საშინელება ფაქტის წინაშე რო ხვდები რომ იცი რომ შეცდომა დაუშვი არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამას რო გაიაზრებ, ამას რო აღიარებ, რაღაცნაირად ის ლოდი გულიდან წყდება და რა გეხმარება მაგ დროს რო გაიაზრო? აი, მაგალითად ადამიანი ხშირ შემთხვევაში აი მაინც აწვევიან, ხო ხდება თავის რაღაც სინათლეს მაინც ყოველ. ვინმე გეხმარება მეგობარი გაწვეთებს ამ ყველაფერს თუ აი შენ თვითონ როგორ მიდიხარ იმ აზრამდე რომ მართალი არიყავი? ჩემი თავი რა. მე სულ ვფიქრობ ხოლმე რა ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაზე. ხო. აუცილებლად სულ ვფიქრობ ხოლმე სახლში ჩემთვის და აი მართლა ყველაზე მეტად რაც მეხმარება გეტყვი და მართლა სერიოზულად ვამბობ. გონია ხოლმე ყველაზე მეტად დამხმარე მაგ დროს არის ფიქრი იმაზე, თუ რას განიცდის ის ადამიანი, ანუ იმ ადამიანის თვალით დანახული სიმართლე, რომელთანაც გაქვს კონფლიქტი. ეგ ძალიან მეხმარება ხოლმე მართლა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვაყენებ ხოლმე ჩემს თავს მის ადგილას და მე ვხვდები რომ აი ხა ესე რომ მექნა, ხა ხო ხვდები და ეგ ძალიან მეხმარება მართლა. და კომენტარებზე რა ხდება სოციალებში? კომენტარები მიყვარს. კითხულობ? კი. იცი რომ ეს საერთოდ არ ვკითხულობ? კითხულობ ხოლმე, იცი რომ გააჩნია რა, თუ როცა გართობა მინდა ვკითხულობ ხოლმე. აი ხო, ნახეთ რა ხდება. უკვე მე რამდენი ადამიანი ამბობს, როცა გართობა მინდაო, მაშინ კითხულობ. მართლა. ვერთობით თქვენი ცუდი კომენტარებით, ანუ ვერაფერს ვერ აკეთებ სხვას, ხო? აი რა უნდა ქნა, აი მართლა რა უნდა ქნა, ვერხებ სერიოზულად მიიღო და ახლა როგორ დამიწერა რომ მე ვარ დამბალი. აი მაგაზე ანუ სასაცილო. აი ბათუმში რეპეტიციაზე, ბათუმში ზღვისპირა ქალაქში, ზღვისპირა ბუნგალეუში რო დგახარ.
საღამურ ხალათს რანაირად დაუძახო ქართულად აღარ შემილია. ხალათი, აი მაგის ქვეშ კომენტარები წაკითხული გაქვს მე არა. კი. ანუ აი მაგიტომ თქვი რა წეგან მისამნებაში. რატომ არ გაწვია ზღვაზე შარვალ კოსტიუმი? აი ხო, წაკითხული მაგი და რავი საინტერესო იყო რა ანუ ეგ იყო რაც ყველაზე მთავარი რა არის ხო? არტისტისთვის, ადამიანისთვის რომ როცა ხარ მართალი და იცი რომ ანუ არაფერი ამაში ისეთი არ არის რომ თუ რაღაცა მე როცა ეჯახები იმ კომენტარებს რომ ადამიანები თავისით რაღაცას ფიქრობენ მე ამას გადაწყვეტენ ამას შეალამაზებენ შეაწიწმატებენ და სუნელებენ და დაწერენ ანუ აქ ხო ხვდები რომ ეს არის მათი ფანტაზია მათი წარმოსახვა და ის ალბათ რასაც თვითონ გააკეთებდნენ და ამით ფუთავენ და მე ჩემთვის საინტერესო სასაცილოა. აი ამ ადამიანებს პირადში რომ მიწერო, იცი რომ ბოდიშს მოგიხდიან აუცილებლად? ხომ არა. ანუ მართლა რეალურად იმდენი შემთხვევა ვიცი, დედაჩემის შემთხვევაც ვიცი, ზუსტად 2 დღის წინ ვიღაცა თქმა დაუწერა. მაგის ბოდიში, რაღაც კოშმარი. და თამარა მადგა და პირადში მიწერა. ვაიმე ქალბატონო, თამარ არ ვიცი რა დამემართა, მე თვითონ ვერ ხვდები და ბოდიში ძალიან ხშირია ეგეთი შემთხვევა. ამიტომ მეგობრებო, წერეთ, იკითხეთ, ჩვენ გაგვართეთ, ჩვენ უფრო ვერთობით. იცი რა მაინტერესებს, რამე ისეთი ჭორი ყოფილა შენზე? ეს მაგიჟებს უკვე. აბა? აი ზუსტად ვიცი. რამდენჯერ მითხარით? რომ დაათხრი და ნერვებს. ლაკი შემომიტანეთ. გავახმოთ. კაი, მართლა მაინტერესებს ჭორი, ისეთი ჭორი, რომელმაც ყოფილა, ისა ბავშვობაში უფრო ყოფილა. ეხა რაღაცა ჭორები მგონია რომ ფორმირდა და ჭორები არ მოდის შენამდე როგორც ჭორები, უფრო არის კომენტარებში რასაც წერენ რა, ეს მგონია. ჭორი რაღაცა ისეთი. აი სან აი ხალხში რომ გავიდა რა ეს ჭორი, რომ აი გაიგე, თორჩო არა, კი. ჩემმა მეგობარმა, მოკლედ ჩემი მეგობარი ერთხელ იყო სალონში. მის ლამაზის სალონში. ნოდარისთან? არა, ნოდარისთან არა, სხვა შორის. მაგრამ რაღაც რომელიღაც სალონში კარში მოკლედ ხო, არ წამოწდეს. და მაგაზე დაწერენ, ახლა არ ამეს და მიცი რამეს დაწერს მაგაზე. დანაგინევია. ხო და ჩემი მეგობარი იყო მოკლედ სალონში, იმიტომ რომ დაბადების დღე ჰქონდა და აი რაღაც თმის მოწესრიგების ამბავი თუ რაღაც ეგ ჩაიტარა და მაგ დროს აი ეს სალონში რაღაც 30 კაცს რო ემსახურებიან და რო ლაპარაკობენ თან ხო იცი ეს ქალბატონები ვინც ფრჩხილებს აკეთებენ, თმას აკეთებენ, რაღაცა წარებებს, რაღაცა. მოკლედ ეს ოღონდ ეგენი ხო ესე ჭორავენ როგორც ჩვენ ჭორავობთ ახლა და ყველას ესმის ჩვენ. აბსოლუტურად მთელ ბაზარს ესმის ახლა ჩვენ ლაპარაკობთ. ესე გაიგო ჩემო მეგობარმა რომ მე თურმე მყავდა ვიღაც საყვარელი. ხო? საყვარელი. გაიგე ეს საყვარელი უკვე რას ნიშნავს? მე ვიღაც საყვარელი თან და თან როგორი საყვარელი? მდიდარი საყვარელი. აი. აბა, თან როგორი საყვარელი? მდიდარი და როგორი? ხნიერი. თან ხნი არ ვიცი და ეს მომიყვა იმ ფოდიში იმ საღამოს მივედი დაბადების დღეზე ამ გოგოსთან, თათუშასთან მოვიკითხავ. თათუშა არ ველადას. შენ ხნიერ საყვარელთან ერთად მე? აბ მარტო მივედი და უცებ მიყვება ამას და დარჩო. იცი რა მოხდა დღეს ვიჟედი და მართლა თავს ვიბანდი უცებ მოვიდა და ვიღაცა ამ ხალმა უთხრა მეორე კაცს ეხლა იმან ეს აი და ეს ყველაფერი მომიყვა და შოკში ვარ და ცოტა ანუ ისეთი კარგი ისტორია შეთხზა მომენტ რა ანუ ცოტა იბებერი თუ რაღაცა ის ცოტა არ გამისტორდა მაგრამ ბებერი არ გამისტორდა ხო ხნიერი ცოტა მაგრამ ნუ იცი მაგრამ ისე გამისტორდა მეთქი გეხვეწა გონები და გეხვეწა ყველას მოუყევით ხო რომ ცოტა იმისაც მჯერა რა შეძახილმახე გაახმოდა რაღაცა ენერგია გაუშვიდა ეგ ახთა ხვალ და რაღაცები ხო არის რა ნუმეროლოგია და რამდენი იყო 2 ვარ 2 გამრავლე 2 2-ზე ჩემო კარგო რამდენია არა რამდენია გეკითხები 4 გაყავი ახლა 4 2-ზე რამდენია გასამდა 2 გასამდა 2 დათავარ მანდ ეგეთი რაღაცები გამიგია კი ეს კითხავს რომ მაძლევ ეგ უცებ ვერ ვფიქრობ რა არ მახსენდება ხო განსაკუთრებული სტილის პატრონი ხარ ვიზუალი გაქვს განსაკუთრებული ნაცნავი განსაკუთრებული როგორ ნაცნავი დაცნილი გაქვს კიდე მალე წინა მოთიმოვა ინსპირაცია არის მე შენთვის თუ შენ თვითონ ხარ მარტო ასეთი უნიკალურაო ინსპირაცია არის კაცო როგორ არ არის მაგრამ ეს კონკრეტული ვიღაც ან კონკრეტული დიზაინერი ან კონკრეტული არავინ არ არის კონკრეტული არ არა აი ეგრე მე სულ მეკითხებიან ხოლმე რომ შენი საყვარელი მუსიკოსი ან აი შენი საყვარელი მსახი აი ეგეთ რაღაცას რომ მეკითხებიან
აი ეგრევე ვიპენევი ბრინჯივით, იმიტომ რომ ვერ ხვდები, ანუ ერთი არ მყავს რა. ხო შეიძლება ერთზე ვიღაცაზე ჩაჭერილი კონდეს. აი პერიოდულად კი. აი პერიოდულად არის ხომ, რომ აი რაღაცა ვიღაცაზე ჩავაჭერო, ეხლა ეს მინდა 24 საათი. ეს უნდა იყოს სულ. ხო და ინსპირაციასაც შეხება, ბევრი რაღაცის გამხებულობ. ძირითადად ხებულობ მოგზაურობა მიყვარს ძალიან და მოგზაურობით და დაკვირვებით, ადამიანებზე დაკვირვებით ვიღებ. კიდე რელიეფებზე დაკვირვებით ვიღებ სხვათა შორის ინსპირაციებს. ხო. სხვათა შორის. ვაა, ხრომანიაკი. არის რამე ისეთი, რასაც მაგალითად აი სცენაზე არასოდეს არ ჩაიცო. მე მგონი არა. თუ კი, აი რასაც ჩაიცო. არასოდეს არ გაიხდი უფრო кайგი. არა, გაიხდი, რა პრობლემაა? ვიცი რომ გაიხდი კაცო. არ ვიცი, რაღაც აი მოტკეცილებსაც ვიცი რომ ჩაიცო. არასდროს თქვა, არასდროს პრინციპია რა, მაგრამ არასდროს არ თქვა, არასდროს, მაგრამ აი შეშებს ჩაიცნობს, აი არა, აი უფლებს ჩაიცმევ სცენაზე. ულამაზესი ტუფლები მაქვს, ანუ ვაგა ბონდები ისეთი რომ ანუ არა, მე შელამას ტუფლებზე არ ვლაპარაკობ. ეხსაც აი რაღაც კაი, კონკრეტული რაღაცა რაც არის. ჩამოივლის ვინმე და განა. არ ჩავით. შეგახედებ. მე იდიოტი ხარ რუსკი. ამერ ჩაიცვა? ანა ჩაიცვადი. აი რაღაცები არასდროს. ესე არ მახსენდება, აი რაღაც სანდლებს არ ჩავიცვამ არასდროს და აი სხვადასხვა არ მიყვარს, აი ჩემთვის არის ხო არის რაღაცა fashion red flag-ი თუ რაღაცებს ვამბობენ. აი შენი მითხარი შენი სამი fashion red flag-ი. ჩემი სამი fashion red flag-ი. მე აი ძალიან არ მომწონს მე ოღონდ ბევრსაც ვია და მე ძალიან ოკეი ვარ. არა, დაი კიდე არ მოგწონს? მაგალითად დაახლოებით ესე და ლოფერები რო აცვიათ, აი უწინდოთ რო აცვიათ. გავიგე კაცო, მაგრამ უწინდოთ რო აცვიათ რაღაცები, ბიჭებს. ბიჭებს. უფრო აი ძალიან ცუდად ხდება. არასდროს არ ჩავიცვამ და არ მიწყინოს არავინ, აი რაღაც თამაშობ მე და ჩემი მეგობრები 10-დან 10-ია, მაგრამ და აი რაღაცა რომ თქვა და მაგას ვამხომე 10-დან 10-ია, მაგრამ აი ესეთი წინდები აცვია, ხო იცი, აი რო არის ამოჭრილი. აი არ მომდა რა უკანა რომ მაგას ვერასდროს ვერ ჩავ. ბალეტკა რო გაცვია და აქედან რო ეს მოჭრილი წინდა გიჩას. ცუდად ხდება. გაიხადეთ ეგრე რო გაცვიათ. გადაყარეთ სუყველა. კაი, მესამე რა არის red flag-ი? მესამე ალბათ ბრიჯი. ბრიჯი. ბრიჯი? ალბათ აი რაღაცა კონკრეტული აი ჩემს წარმოსახვაში არის ერთი რაღაცა აი არ ვიტყვი ხა იმ სიტყვას დედაზე იწყება და ნულიზე მთავრდება ბრიჯები რომელიც რაღაცა არა გამოიწვა. ბრიჯი აზდილობიანები. ხო. აი რაღაცანაირი ბრიჯი რო არის. ბრიჯი red flag-ია. აი ხო არ მიყვარს. მაგრამ შეიძლება შემდეგ წელს ისე მომეწონოს რომ ჩავიცვა. აი მაგას ვამბობ, ცხოვრებაში არ მეგონა რომ მარგალიტის საყურეს გავიკეთებდი. ხო. ანუ რა უნდა მომხდარიყო და მარგალიტის საყურე კი, მე მახსოვს რომ მე რომ მეკეთა ხოლმე შენ მეუბნებოდი რომ იცი მარგალიტ ძალიან ბევრი ენერგია მიაქვს და რაღაცებს მეუბნებოდი. ხო, მე მარგალიტს მეაქვს ენერგია სხვისთვის ანუ ყველას ხო აი მაგას მეუბნებოდი. მარგალიტის კეთება. და მე დაგინახე. ხო და აღმოჩნდა რომ მე შემიდი. ანუ მე ასაკში შევდივარ უკვე მარგალიტები უნდა მეკეთოს ნამდვილი. ასაკში ძალიან ასაკიანი ხარ. აი ისეთ სიმღერა გიმღერია ძალიან რო გიტყდება და ძალიან რო არ მოგწონს და ძალიან რო რწმენია და მინდა რომ ამჯერად იმ ბოთსში ასკდე მაშინ რო შეასკდი. მაგრამ ვერ შეასკდი. გიმღერია. ალბათ ესე კონცერტზე მარტოს კონცერტზე არ მიმღერია, მაგრამ რაღაცა შეკრებებზე, რაღაცაზე. რა, აი, მით უმეტეს შეკრებებზე რა ძალა გაგია რომ ეგ სიმღერა. მიდი ახლა რა, მიდი რა, შენ სიმღერა რა. და დიული და ლა ლა ლა. აი ამაზე რომ უნდა აყვე, იმიტომ რომ აი 20 კაცი გეუბნება რომ მომღერალი არის. ხა დანდალი და დიული და ლა ლა. აი ამაზე. და აი რაღაცა ეგეთები ხო? ხო რა, ხო რაც არ გიყვარს. არა, არ ვაკრინებთ, ეს არის ფანტასტიკური ქართული ფოლკლორი საერთოდ არის ტოპი არის, მაგრამ ყველას არ რამდენად არის ფოლკლორი არ ვიცი, რაც მოგიგონე, მაგრამ ხო. მე არ ვარ რა, ანუ ხარ შეიძლება ყველაფერი იმღეროს არტისტმა. არა. ნუ და რაღაც მელიქიშვილის გამზირი თორჩო ვინ იქნებოდა? აი თორჩოს ვინ ითამაშებდა ფილმში? სახიობი? არა, მოცეკვავი, ხო? მოცეკვავი. რა, სახიობი მომღერე ყველაფერი. აი იღებენ ფილმს ჰოლივუდში და ბიოგრაფიულს შენზე. ვინ ითამაშებს გიორგი თორაძეს თორჩოს? იცი ვინ? არ გიფიქრია მაგაზე? აი კაილი ჯენერმა რო დაიყენა ბოიფრენდად. ხო და ვინ დაიყენა? აი რაღაცა გაწუწნული ბიჭი. გაწუწნული ბიჭი რა. რა ქვია დამავი. ავა ხამის გამო რას ატეხავენ? ეგ არის განაწუწნი ბიჭი, შენ დაბალი ხარ. რა ქვია, კაცო? თიმოთი შალამე. თიმოთი შალამე. აი მგონი ცოტა უკანა იმას თუ ხო? ეგ მე მომწონს, კარგი მსახიობი. იცი როგორ გიждდებოდი ტიმოტეზე, ჭკუა მეკეტებელდა და გადამიარა. ხო.
რაც კაირისთან ერთად დადის. გაწუწნა იმან და იმან. ჩხუბში თუ მოხვედრილ ხარ და აი რა საკეთებ ჩხუბში? ჩხუბში რა არ მოგა. აი მანახე რა. ჩემო კარგო, გიორგი თორაძე. გოლდანის მეხუთე მიკრორაიონი. აჰა. რა თქმა უნდა მოუყვედრილ ვარ და არაერთხელ და შრამები მაქვს, აქ მაქვს შრამი. ხო. ხო, დანის უდიდესი. მეხუთე მიკროს. უი. რა გაყარა იყო, გაყარა და დაშრამულია ჩემი ბიჭი. აქაც აქ არ მაქვს, აქეთ მაქვს შრამი. და ფეხსაც მაქვს შრამი და ყველგან მაქვს გულში მაქვს შრამი რაც თავარია. გულში მაქვს ნაიარები. ალბათ ახლა მიყურებ და ხვდები რომ ანუ მაგალითად თალკი. ალბათ ახლა მიყურებ და ხვდები რომ შენ გამო მაქვს გულში შრამი, მაგრამ არა უშა. რუსკა მომაწოდეს ალხინო. კი ასურა მელაშვილი. მოგითხა ჩვენ გია. ცოტა იგი იყო. მე დაგწევლის მართლა. ხო. დაგვიყვარხა გია მართლა. აი წარმოიდგინე ხარ 60 წლის. ხო. აი მაგ დროს ვინ ხარ, როგორი ხარ, რა ხარ და რა საკეთებ? 60 წლის. გონია ძალიან მინდა. აი ვინ ვარ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვიყო აი ესეთი ბაბუ რა, აი მოწესრიგებული, ცოტა მგონია რომ პიჯაკით და რაღაცა ტრენჩით რო დადის და ცოტა სტაილიში როა და ცოტა აი დაყვებით ესეთი და. ესეთი ბაბუა რანაირად იქნები თორჩო? აუ ვიქნები რა. აი რანაირად იქნები? აი ესეთი ბაბუა. მინდა რომ აი ცოტა უკვე ნანახი რომ მაგ და განვლილი ცხოვრება და აი რაღაცა. მგონია რომ პირიქით აი ძალიან. შეიძლება ისეც იყო რომ არ გაციათ ახლა ეს გუთი თორე დაგიჭრით სულ ყველას და მართლა არის. დიდი შანსია. და დავიღებ და დაგიჭრით კამერას. იცი რომ დამემართა ეგეთი რაღაცა? აი ხო არასდროს არ მიფიქრე რომ ეგეთი რაღაც დამემართებოდა. კატოზე ვიყავი ფეხბურთზე, ილიათი ვიყავით აზბეკში და სასტუმროში რომში და ანუ არ ვარ ხა ეგეთი ძალიან დიდიც არ ვარ ხო? ხო შენ მიგონებ თორე არავინ არ გეუბნება. არასდროს არ გაჩუმდნენ. აი არასდროს არ გაჩუმდნენ და აი ჩემ კართან პირდაპირ ჩემ კართან მიყურდებულები იყვნენ და აი ესე კართან კოცნაობდნენ. და ანუ ისე ტერიკაში ჩავარდი რომ აი ავიღე ტელეფონი და დავრეკე ხმაურობენ მეთქი. საჯარეკე. რესეფშენში. თუ გასულიყავი გეთქვა. გავედი, გამოვედი. მუხლებზე დაუდეკი, ისინი მაინც კოცნაობდნენ. ზეკა მოვიდინე, ყველაფერი გავეკიდე ფეხებზე ხო. მაგას აქ მეც ხო იცი მკიდია და აი გავს ვერ ვაძინებდი და ალო. აურობენ ჩემ ნომერთან თუ შეიძლება. ეგრევე ჩავუშვი. და შეიძლება დადგეს ის დრო დაგიჭრით ბურს დაიწყო. ხო რა, მაგიტო ვერ ვამბობ ხომ ესე გადაჭრით რაღაცას რომ მე ამას არასდროს აი რომ მე დამემართო, როცა რომ ვამბობდი რომ არასოდეს ეგეთი რაღაც არ მომიმოთქო. დამემართო. არ ვიცი, მე მგონია რომ ან ფსიქოსში ვიქნები, აი სერიოზულში და აი სულ ამაში ვიქნები, რომ აი ახლა წადიდით აი ახლა სხვაგან ითამაშე და ატალახეთ ეს ან ეს ვიქნები, ესე მგონია. ხო. ან იცით რა არის? ან აი ძალიან მიჩილებული ბაბუები რო არის. მე მგონია რომ ძალიან მიჩილებული ბაბუა იქნები, თან აი ხოძე იქნები და თან ცოტა ესე როცა გოს გლუბში. აი ძალიან კარგი ბაბუ იქნები. აი მე ხმერთ ბაბუ რო იქნები. მე უკვე ძალიან ბებო იქნები, მაგრამ არა, კაცო, ერთად ვივლით ბორში საჭმელად და რაღაცები საჭმელად. ახლა სარეკლამო ჭრა უნდა მქონდეს რა გიო, მამაკიე. იშოვეთ უკვე სპონსორი. კი. ჩემი საყვარელი თამაშების დრო მოდის. მაგრამ სანამ გადმოვალ ამ ჩემს საყვარელ თამაშებზე, მე და სარეკლამო ჭრას გავაკეთებ შეიძლება. მართლა გაქვს სარეკლამო ჭრა? აბა რა, ხო ამიტომ და გაჩუმდე რა. მოკლედ მეგობრებო, ბაზარში კვირის განმავლობაში დაგეგმილ ამბები უნდა მოგიყვეთ 25, 26, 27 აპრილს ბაზრის სივრცეში იმართება გამოფენა გაყიდვა ბაზარი ბაზარში არც მეტი არც ნაკლები, სადაც ძალიან საინტერესო ნივთების დათვალიერებას და შეძენას შეძრებს ეს ერთი. 25-ში ბაზარში რებორნის ძალიან მაგარი ივენთია დაგეგმილი. ბლესი უწარდგება თქვენს წინაშე, დიახ მეგობრებო და სხვა ძალიან კარგია. ქართველი არტისტებიც იქნებიან, ასევე შაბათ-კვირას 4-დან 7 საათამდე ცოცხალი მუსიკა და DJ შეგექმნით ძალიან დიდებულ განწყობას. ნუ თქვენ დაგჩენიათ მხოლოდ ის რომ უბრალოდ ადგეთ და მოხვიდეთ ბაზარში, იმიტომ რომ ბაზარში დაგხვდებათ ბაზარი ბაზარში. ხო და ახლა ის ბაზარია რომ ჩვენი თამაშების დრო მოვიდა. ვაუგი. მე მოვიგებ, აბა ვინ მოიგებს, მე მოვიგებ. სხვა შორის რუსკარი ძალიან აზარტული თამაშებში მინდა გითხრათ და თუ არ დამასიკვდილა და აქვე არ მომანაგავა, მადლობელი დავჭერდი. არა აქ ვერ დაგასიკვდილა. ხველი. ეგ რო გდივა. ეხლა არის ესეთი თამაში. ხო. 3 რამ ქვია. გეცოდინება ეს თამაში. 3 რამ უნდა თქვა, ან მე დაგისვავ კითხვას. და 5 წამში, არც ამეტი, არც ნაკლები. ვინ ითვლის წამ ტაიმერი გვაქვს? აქ მუშაობს მთელი ბაზარი. იქ გაუშვი. ჩვენ გადაცემაზე.
და ჩემი პროდიუსერი ნოდარი ჩაივლის ახლა და მოქმედად. მოკლედ 5 წამს მე ყოლში მეტყვიან, რა თქმა უნდა. 5 წამში უნდა ჩამომითვალო 3 რამ. აი რაღაც კითხოს დაგეწყო და ჩამომითვალე მაგალითად 3 რაღაცა წითელი ფერის რაღაცა. 3 მუშკეტერი. და შენ 3 წამში ოღონდ. ხო. ოღონდ თორჩო არ მინდა. მინდა ის ჩვენი ყველასათვის ძალიან საყვარელი პერსონაჟი. ყველანაირად? აი ბელაზე მეტად მithula. შეგიძლია შეურიო ის ბევრი პერსონაჟები გიყავს, რომელსაც წამოიღებს. უბრალოდ არ გაგეპაროს თორჩო რა. თორემ მე პრიზს ვერ მოგცემ. პრიზიც ხო? კი. მზად ხარ? მოვემზადებ. მზად ვარ. ჩაის უნდკე. 5 წამში ჩამომითვალე 3 რამ რაც მწვანეა. მწვანე, ესე რა ქვია, მოიმე, დარხუნა, მოიმე, ბალახი და მოიმე, ზართული ყოფილა ესე მალე. სცენარე. მოიმე, კაი, მოიმე, კაი, ოკეი, ეს ის მოტელვა იყო რუსკა. ჩამომითვალე 3 რამ რასაც ნათესავების შეკრებაზე აკეთებ. ესე რა კვერცხს ვაგორებ, პასკას ავჭრი და ღვინოს ავსვავ. ეს ახლა მოხდა სადახლის წინა მაგდა. 3 წუთი სიმღერა. 3 წუთი სიმღერა. ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი დილილ არის. მეორე 3 წუთი. ჩემი სულს კორნალირა. და მესამე ის რა ქვია. იწირება გემი მაგრამ ყველაფერი რიგეზეა. აი ნონის ამ სიმღერას თქვენ მოსწონთ. 3 რამ რაც შენს ოთახში ვერ ვიპოვით. ვერ ვიპოვით? ვერა. ვერ ვიპოვით. პრეზერვატივს ვერ ვიპოვით. ვერ ვიპოვით. დამბალ მკვდარ ვირთხას და ვერ ვიპოვით კატას. პრეზერვატივს რატო ვერ ვიპოვით? იმიტომ რომ ვერ ვიპოვით. არ მიდევს. ოთახში არ მიდევს. 3 რამ რასაც არასდროს გააკეთებ ბანაობისას. ბანაობისას არასდროს არ გავაკეთებ იმას, რომ უბრალოდ მოვიჯიჯგნი ზურგს, არასდროს არ წავისვამ რაღაცა დამპალ მალამოს, რომელიც ჩემგანისთვის არ არის განკუთვნილი და არასდროს არ ვიმღერებ ჩემი სულის კურნავირა. მალამოს 3 სიტყვა რომლითაც საკუთარ თავს აღწერდი. ლამაზი მშვენიერი და უბრალო სიტყვაება. 3 უშვერი სიტყვა. უშვერი სიტყვა. მოშები გინდა? 3 უშვერი სიტყვა. მოგიტყავ და ბავშვები არიან, გააშაბორია ბავშვები და ბავშვები ახლა 3 უშვერი სიტყვა. ის და ის, კაცის ის, ქალის და ის. მე ხალხო, მე ძაჭ. ის კაცის ის, ქალის და ჩოლკა. უი. და სარეკლამო ჭრება რომ გავიდეთ რეკლამაზე შემოვიდეთ. 3 ნივთი რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდი. წყალი, ფოთლა და ნიჩაბი. კიდე ნიჩაბი. ნიჩაბი მინდა რომ სამლავი გაითხარო. ვინმე თუ იქნება იქ და უბრალოდ ნერვეს მომიშლის და როგორც გითხარი გავცხარი და გავხდი მდოგვის ფერი ამოვთხარო და ჩავდო. 3 რამ რასაც უფროსები ბავშვებს უმალავენ. უფროსები ბავშვებს უმალავენ, საიდან მოდის ბავშვი? რა არის ეს? და რა არის ფ? მიდით და გამოიცა. 3 რამ რაც სასტუმროდან მოგიპარავს. 3 რამ ზავაბა მე შაუერ კეპი, დუშკელი მომიპარავს და მომიპარავს ასევე. და მომიპარავს. ეს კიტი რაღაცა ცაფები და ნემსები რო არის ეგ. ეხა თორჩო იყავ. ანუ მთელი თამაში იყავი ის პერსონაჟი და ბოლოში შემოგეპარა თორჩო. ბოლოში მე ის ეთყობა წამძლია. წამძლნიო, წმა. პრიზი იყო ბინა. და სამწუხაროდ. ანუ იმიტომ რომ ბოლომდე თორჩო არ იყავი, ვერ მოიგე. ბინა. არა და საჭირო. მე შენ ახლა ახალ სერიალს ვიგიშება კიდე. და 3 და კიდე ერთი თამაში მაქვს შენთვის. არ თქვა ეგ ჯერ. ჯერ ბოლომდე გადაიხადე. ძალიან ცუდად, მართლა. კიდე თამაშია. ეხა. ისმენ. არა, უნდა მოვემზადო, იმიტომ რომ ეს საცხელა და გლიჯა. გლიჯავს, იმიტომ რომ კიდე ეს მაგიჟებს და აი უნდა მოვიგო. ბინა თუა პრიზი, მიდი. არა, ბინა აღარ არის. არა, ნუ ეხა რას ქვია, მიდი. არა, ეხა მე გადამიკატავებ მეგობრულად. მეკამათები, ხა პირდაპირ ეთერში ვარ და მეკამათები რაღაცას რა. კაი. ხო, ოდნავ ჩიო. მიყარ ჩემი გადაცემა. მოკლედ, ეხლა არის ანდაზები. ხო. ანუ შენი საოცარი ნიჭი ვიცით ყველაფერში რომ ღერი, ცეკვავ, არტისტი ხარ, მსახიობი ხარ, ყველაფერი. აქ ვერ გამღერებ, ფიზიკურად არ მაქვს ამის საშუალება. არა, წეღანი ესე კი ვიმღერებ, აი პროფესიონალურად ვერ გამღერებ. ამიტომ ესეთი თავში მოვიფიქრეთ, ანდაზები უნდა აღხსნათ. ოღონდ ესე კი არა. უნდა
სხეულის მოძრაობით ავხსნათ ანდაზები. რთული ამბავია. და არც ერთმა არ ვიცით. წეგან ხო გახსოვთ დაგჩხავლე არა იყო მეთქი. როგორ გავაკეთე? როგორ გითხარი არა იყო მეთქი. და. აკიჭი აკლაკალი. ასე უნდა ავხსნათ ერთმანეთს ანდაზები. ვიღაცები იყურებიან რომ კივით, აი. ხო და იცი რა მაინტერესებს ნატალია? ეს ანდაზები მე ვაჩვენებ ამას თორჩოს და თორჩო მე მანახებს. და უნდა გამოვიცნოთ თან? კამერას მე ვაჩვენებ და მე ვხსნი. ანუ თორჩომ არ უნდა დამინახოს, ხო ამას რო ავხსნი? აი, არ შემომხედო. არ მიყურო. არა, წავედი. ძად ხარ? კი, რა ხდება? შემოტრიალდე? შემოტრიალდე, ხო და აგიხსნა. ანდაზა. ერთი თხილის გული სხვაცამ გაიყო. ხო. კი. დასტური. კი. დასტური. ეგ მარტივია სახსნელია ხა. მიდი კაცო შენ. რაღაც შეგიძლია ფერზე ეს ნავი ხო? კი. დიდი ხანი აჩვენე კამერას. ეს არ გეცოდინება ეს ანდას. ატო შენც არიცი? აი. შენც არიცი? მე ვიცი, მაგრამ მე ცოტა მოკლება ეს გაჩვენე არ ნოიყურები ახლა. ყურში მეუბნებიანო ყველა მიცოდო და მე რატო გადამიწყვიტა რომ არ ვიცი შტერი ვარ? მე ეს მოკლედ ვიცი, კაი. მიდი, მოკლედ რანაირად. მიდი. ესე რომ კონდეს, ხავარ ხედავ. ეგეთი უნდა ნატალია რა ჩაწერე? მოიყურე. შეგიძლია ადექი. ვიწყე. თუ გინდა გასულ თუ გინდა დაჯერე. იყოს და. თუ გაცვია კომპლექსს თამამად. იყოს დავიშტები. ესე იგი, ნახე. დედის წინ მორბენა. რატო გადამიწყვიტე რომ არ ვიცი? არა, დაამთავრებ. თქვი, არა, თქვი ეგან და. დედის წინ მორბენალ კვიც, ან მგელი შეჭამს, ან გლის შვილი. კაია ყური ჩემო კაცო. კაი. დახუჭე თვალები. მიდი. გავშტერდი ხო? დად ხარ? კი. მე ზოვე? ცოცხი კარგი ბედნიერია. ცოცხი ბედნიერი, ცოცხი. როგორ ახლა ხა ეს სიტყვა? რა? ვერ ხსნი ამ სიტყვას? ბედნიერი. ვისეთი? ნამდვილად ბედნიერი გალაქტიკა. ვერ გამოიცხო, ჩემი ბრალი არ არის. მეორე ბინა წააგე, იმიტომ რომ ამის მერე ბინა თამაშდებოდა და წააგე, ახალი ცოცხი კარგად. ახალი როგორ ამიხსნა? ხო, ახალი თანასწორია სახსნელია. აი რანაირად უნდა ავხსნა? შენი ჯერია. კიდე ერთი ბინა გამაზა ხალ ხო? რო იცოდეთ. ოკეი. მოვიდე? არა. ხედავენ ნეტა? კი, კაცო, შენ მაგაზე არის და მიყურე? გიყურე. ეს რას ნიშნავს? 10. 10 ლამაზი 100. 100. მე დამავიწყდა უცებ. 100. 100. ეს რა არის? 100 გაჭერა. 100 ჯერ გაჭერი. ერთხელ გაზომეო. გაზომე, ერთხელ გაჭერი. გაჭერიო. კი. საღოლ. კარგად ამიხსენი ყოჩა. დიდი მადლობა. დახუჭე მოკაკვე თვალები. მიყურე? მე კარგი ცხენი მატრახს არ დაიწყავსო. რა თქმა უნდა. კაი, ეს კარგია. ჯესი. დუეტი ვარ. ოკეი. შეტრიალდი. ოკეი, სათხარ. დამცხა უკვე. სათხარ? კი. ყოს მოკლებ. მაგრამ ჩვენ ორივეს გზავი გვაქვს. ფეხი, ები. დახუჭე თვალები, დაკაკვე. კაი.
მე არ დამინახავს დედას პიცა. არ დამინახავს მართლა. სულ თორჩა იყო შორის თუმარი არ შეიძლება. მიყურე? ხო. მე. ხო, კაცი ხარ, კაცი? კაცი ამბობდა, ღმერთი იცინოდაო. რაღაც ეგეთი? ხო, კი, ეგ არის, ჭობდა, ღმერთი იცინოდა. კაი. ჭობდა მართლა ნატალი. ეს არ ვიცოდი მე. არ იცი? არა, კაი, აბა მოდი. მიდი. გადი გამოდი გუთანო მიშამოხანებელები. აი, ამას სწორად ხსნი. აუ, შეიძლება რომ არ ვიცოდე. მოიცადე? ადექი რა. რა თქმა არ პირდება დედე. ადექი. არ მაცვია ტოპიკი, უბრალოდ მოკლეზეა გადაჭრილი. ადექი. ცხენოსანი, ბაშიაჩუკი, უნაგირი. უნაგირო. ეხი. არა. უნაგირო. უნაგირო. არა, მიყურე. გადმოტირებული უნაგირი? არა. არა, ძალიან რთული ეს. ურემი. ხო. უნაგირო, ურემი. არა. ცხენსაც ლამაზად ჩაიბავსო. ეგ არის შემდეგი. ეგ არის. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩდება. აი ეს გაგიგია. მე არ გამიგია მართლა. ანახე, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო, არ ვიცით. არც მე. Sorry. We're so sorry. აუ რა თქმა უნდა მოიგონე? რა შენ რა მოიგონე? არ მახსოვს. აუ ხალხო ეს 60 ურემი რომ უნაგირს. ხო ჩაებმებაო. წენი თავისი ჩაებმება. მე გამოიჭრება ცალკე დაიდება. ეხლა ჩემი ძერია დახუჭე თვალები. ღრმად ფილოსოფიური. დიახ. დახუჭე. სათხარ? კი. ისა გიდავს და არ მოყურებ, მაგრამ ანუ ხო. ნახე. არა. არა, სიცილი არა, მე მოვალ აქ თავშიო. არა. თავზე დამაჯდებაო. რაღაცა ეგეთია, თავზე არ დაისვაო. არა. არა, სიცილს. გადმოტრიალება მე. არ გაიცინოთო? შენ. რა თქმა დავითაო, იგივე თვე თავიდანო არ არის? რასაც თუ დასწინი სხვა საუბარი გადახდება თავსაო, აი გადახდება რანაირად გადახდება ეს არის გადახდება, ნახე აი ამბობს თვითონ მოძრაობა შემკარგო კი ვიყარ ბოლო ახსენი და კაი დახსნი უნაგირს დახსნი ბოკილებს თახვი კურდღელი კატა თაგვი თხრის თაგვი მე თუ რა კარგი იყო არა აი მე თაგვი და კატა ესე იგი აი ესე უსტატურად გავაკეთე რომ პირდაპირ მივხვდი ანუ რაღაც ჩანაწყობი ხო არ არის ეს თამაში საჩუქარი მაქვს შეთვის მაინც იცი მართლა კი ერთოთახიანი მაგრამ მაინც ბინა მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს რელაქსი მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს და ძალიან გჭირდება დასვენება კი ამიტომ შენი თაყვანისმცემელი მოვიდა ჩვენთან და ის მოიტანა შენთვის საჩუქარი ამ ყვავილებს რომ დასუნავ მარტო რელაქსიც გექნება სიმშვიდე გექნება ყველაფერი უკეთესო გექნება მართლა ახლა ყველა სახში მივდივარ დიდი მადლობა ბატონო გიორგი აი ცოტა გონი შემაწითლა გიო აი ცოტა შემაწითლა რატო გამიკეთეთ ეს პირდაპირ ეთერში აი რატო გამიკეთე რუსკა ეს პირდაპირ ეთერში ნახე რა ლამაზი ყოილი მართლა ძალიან კაიო კაი სონა აი ხო დაისვენებ ვისია ვინ არის story flowers and gifts დიდი მადლობა ძალიან გიხდება ეს ყვავილები ესა ვეუბნები მე მგონია რომ კაცებს აუცილებლად უნდა ვაჩქოთ ქალებმა ყვავილები რას ფიქრობთ თქვენ
დამიწერეთ კომენტარებში. მოკლედ მეგობრებო, დღეს არ ვიცი, მე ისე გავერთე რომ დარწმუნებული ვარ თქვენ უფრო გაერთეთ, მაგრამ თუ არ გაერთეთ, გადაახვიეთ და კარგად უყურეთ. გაახილეთ თვალები და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გაერთობით. ეგ ბაზარი იყო დღეს, გიორგი თორაძე, ჩემი მეგობარი, მსახიობი, მუსიკოსი, უნიჭერესი ბიჭი იყო ჩემი სტუმარი. მადლობა რომ ესეთი ხარ. მე გეთანხმები და ნამდვილად. ნუ დამეთანხმები რომ ესეა. ნუ ძალიან თავში არ აგივარდეს რა. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. მე ვარ დარწმუნებული რომ ჩვენი მაყურებელი ძალიან კმაყოფილია. ხვალ დაიდება ეს ვიდეო უკვე ჩვენს YouTube-ზე. აუცილებლად გიყურეთ. და ყველამ არ დაიშუროთ ლაიქი, subscribe და ასე შემდეგ. ყველა გაგებით მადლობა თორი. შემდეგ სამშაბათს უკვე 6 საათზე დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ სპექტაკლი მაქვს 8-ზე და ამიტომ 2 საათი თეატრი უფრო მივიყოთ. მადლობა რომ იყუროთ. ეგ ბაზარი იყო, რა ბაზარია ზუსტად ერთი. მადლობა დიდი.